გურიევის საბაზოიძე. 16 ფინალი 56 კილოგრამში. ჩვენ დრამდელი მე-6 შეხვდით. პირველი რაუნდი მოიგო საბაზოიძემ 5 მსაჯის აზრით. ჩაფხუტი შეეხსნა ახლა საბაზოიძეს. აქ უგარალიაშვილმა შეტევა ვიდეო შემდეგი ენგატმა არცხენა და შემდეგ კიდევაც ევანიათ მარცხენა პირდაპირი. ისეთ გასვლა გამოსვლაში მიდის საბაზოიძე, პირველ რაუნდში ამაში ჰქონდა უპირატესობა, მეორეში ვნახოთ თანაბარი ბრძოლა ჯერჯერობით. ვნახოთ ამაში ბათუმელმა თბილისელი გახლავთ საბაზოიძე გასვლავად. რაუნდის მიიწურა. აქ წამოიწყო შეტევა ალიევმა, მაგრამ დაასრულა უფრო მეტი შედეგი ჰქონდა საბაზოიძეს.
შემდეგ ჩვენივეთ მოიგერია ზუიძემ კიდევ ერთი დაწყმა მეტოქის და ეს მეორე რაუნდის ბოლო წამებია. უკვე საერთოდ სურათი იგივეა, არის გამორიცხული და მსაჯების შეფასებაც იყოს იგი. აგერ კარგი შეტევა ქონდა ახლა უგარ ალიევსაც. თუმცა საერთოდ სურათი იგივეა, როგორც გითხარით, საბო ზუიძემ მოიგო ეს არ იყო ეს ბოლო შეტევა. რამდენიმე შედეგიანი დაწყმა ქონდა ალიევსაც, მაგრამ საბოლოოდ მეტი შედეგიანი დაწყმა ქონდა ორივე რაუნდში საბა ზუიძეს და ეს ანგარიშის გამოიხატა 28 არის 5 მსაჯთან. გიორგი გოგრაჭაძე ბათუმელი ელოდება იმ ბრძოლაში გამარჯვებულ სხვა მერვე ფინალში. აქაც იგივეა, ძირითადად იწყებს შეტევებს ალიევი, მაგრამ უფრო მეტი დაწყობს ახალ საბა ზუიძეს. ახლა ჩვენებს ყველა დაწყმა ზუიძის ბრძოლაში უკვე ყველაფერი ცხადია. საბა ზუიძე გადის მერვედფინალში და შეხვდება იქ ხვალ გიორგი გოგრაჭაძეს. დაგვრჩა ამ წონით კატეგორიაში 4 შეხვედრა: კვერეხაძე მირზაევი, მაღრაძე წუბუკია, ცერცვაძე ქათამაძე და წიწიკაშვილი მუშხუდიანი. Sajibus.